ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი ჩატარდა. ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თევდორაძე ქუთაისის მერიას ბრალს უყენებს. თევდორაძის განცხადებით, ნაციონალური პარტიის რეგიონალური ყრილობის ჩასატარებლად ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობას სპორტის სასახლის გამოყოფის თხოვნით წერილობით მიმართა. წერილში მითითებული იყო დრო 2015 წლის 13 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე. თუმცა, როგორც მერიის საპასუხო წერილიდან ირკვევა, სპორტის სასახლე აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სპორტული აქტივობებითაა დაკავებული და ნაციონალურ მოძრაობას ალტერნატიულ ვარიანტს რამა შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს თავაზობს. კიდევ ერთი უარი ყრილობის ჩატარების მიზნით მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით პარტიამ თეატრის ხელმძღვანელობისაგანაც მიიღო, რასაც ნაციონალური პარტიის ქუთაისის ოფისში მოქმედ ხელისუფლებას უკავშირებენ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს გადაწყვეტილი იმერეთის რეგიონის პარტიული კონფერენცია ჩაატაროს. ბუნებრივია ესეთ პარტიულ აქტივობას ჭირდება შესაბამისი ადგილი, სადაც ჩვენ შეგვეძლება ჩვენი წევრების იმ რაოდენობის თავმოყრა და კონცენტრირება, რაც რეალურად ყავს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ამისთვის შესაბამისი ორი ადგილი არსებობს ქუთაისში. ერთი ეს არის სპორტის სასახლე, სადაც 2000 ადამიანი ეტევა და მეორე მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი, სადაც 1000 ადამიანამდე შეიძლება შეიკრიბოს. აი ამ თხოვნით, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და უნებელი თხოვნაა, ჩემის აზრით, შიდა პარტიულ აქტივობაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ კონკრეტულად მივმართეთ ქუთაისის მერიასა და მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრს და ჩვენ და გასაკვირად პრინციპში დღევანდელი სიტუაციისთვის რელევანტურია ეს ყველაფერი. მივიღეთ ცივი უარი, აღმოჩნდა რომ როგორც აი წერილობით პასუხში წერია, რომელიც ქუთაისის მერიიდან მოგვივიდა, რომ წლის ბოლომდე არის გაწერილი მკაცრად სპორტის სასახლის გრაფიკი და ერთი დღეც არ არსებობს იმისათვის სავარაუდოდ, იმისათვის შესაძლებელი რომ იყოს ესეთი აქტივობა დაგეგმილი. ასევე თვის ბოლომდე არის გაწერილი მესხიშვილის სახელობის თეატრის გრაფიკიც, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერი თანხმობა არსებობდა და სავარაუდო თარიღზედაც მიდიოდა საუბარი შესაბამისი ანაზღაურების რომელიც არ იყო თლად მოგზალებული. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დასკვნის საშუალებას ეძლევა, რომ ერთი რომ დღეს ნომინალურია ყველა თანამდებობა, რომელიც არსებობს საქართველოში, ქალაქის მერი იქნება თუ თეატრის ხელმძღვანელი და სამწუხაროდ გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთ ადგილზე მიიღება, რომელსაც ქვია შუშის სასახლე და ეს შუშის სასახლე სოლოლაკის აღმართია განთავსებული. მეორე ის რომ პრაქტიკულად პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, განსხვავებული აზრის პატივისცემა ეს არის ძალიან პირობითი მცნებები და ამისი არანაირი რეალური ჩანასახი არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებაში და მესამე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას პანიკურად ეშინია ნაციონალურ მოძრაობის ნებისმიერი აქტივობის, შიდა პარტიული აქტივობისაც კი. გია თევდორაძის ბრალდებებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია გამოეხმაურა. 2015 წლის 5 ნოემბერს შემოვიდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობიდან წერილი, რომელშიც მითითებული იყო 14 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდი კონფერენციის ჩატარების. და თხოვნა იყო პირდაპირ განცხადებაში მითითებული, რომ სპორტის სასახლეში მომხდარიყო აღნიშნული კონფერენციის ჩატარება. ჩვენ განვიხილეთ აღნიშნული საკითხი, აქტიური პრივატული მიმოწერაც ჰქონდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და შევთავაზეთ როგორც პრივატულად ასევე წერილში, რომ ნაცვლად სპორტის სასახლისა, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებით და ასევე საწვრთნელო ღონისძიებებით, შევთავაზეთ მათ ტორპედო სტადიონის, ცენტრალური სტადიონი. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით პასუხი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი ვიცით და ბრიფინგებით ვიცით რაიმე ოფიციალურად, თუმცა ისინი პრივატულადაც განიხილავდნენ აღნიშნულ საკითხს. რაც შეეხება მესხიშვილის თეატრს, მესხიშვილი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ის არ შედის ქუთაისის მერიის კომპეტენციაში. ჟურნალისტების შეკითხვას ნაციონალურმა პარტიამ დეკემბერში რომ ჩაატაროს პარტიის რეგიონალური ყრილობა თავისუფალი იქნება თუ არა სპორტის სასახლე, მერიის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა, რომ მომართვის წერილში დეკემბერზე საუბარი არ იყო. ჩვენ მითითებულ პერიოდში, რომელიც ჰქონდათ მათ მითითებული პერიოდი, წერილიც გაუგზავნეთ, რომ მითითებულ პერიოდში ვერ იქნებოდა შესაძლებელი კონფერენციის ჩატარება, რაც მათ ჰქონდათ. ეს იყო 14 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად ჩატარდება ნაციონალური პარტიის რეგიონალური ყრილობა.